ეხლა ცოტათი გადავალ ერთ თემიდან რაზე. 61 ჰიჯრის წელში მოკლეს ჰუსეინ იბნ ალი რადიალლაჰუ ანჰუ. რა თქმა უნდა ეს ყველასთვის იყო ტრაგედია, ყველა ხალხისთვის. აჰლუ სუნნასთვის რა თქმა უნდა. ხალხში, ზოგიერთ ხალხში, არ ვიცი სახელებს, ზოგიერთ ხალხში იძახიან რომ აჰლუ სუნნას არ უყვარს აჰლულ ბეიტ. აჰლულ ბეიტ ვინ არის მეგო? მოვარეს სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ოჯახი. ისინი იძახიან რომ აჰლუ სუნნას არ უყვარს აჰლულ ბეიტ. მუჰამმედ იბნ აბდულ ვაჰაბს არ უყვარს აჰლულ ბეიტ. შეიხ იბნ უსეიმინ, შეიხ იბნ ბააზ, შეიხ ალ-ალბანი მაგათ არ უყვარს აჰლულ ბეიტ. ეზიზღებათ აჰლულ ბეიტ. რატომ? იმიტომ აი მოკლეს ჰუსეინი არტირიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ იცით თქვენ ძმებო რომ ჩვენი ალიმების შვილები ძალიან ხშირად თავის შვილების სახელს ასაძლევენ აჰლულ ბეითის სახელებს. მაგალითად ავიღოთ შეიხ მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰაბ რაჰიმაჰულლაჰ. მიუხედავად იმისა, ამ ადამიანს იმდენი ტყუილის ლაპარაკობენ, ნებისმიერი აჰლულ ბედათის ხალხი, მაგრამ ერთ-ერთს ვიტყვი ძალიან ბევრი ტყუილების როგორც მაგას ლაპარაკობენ, ამბობენ რომ მაგას არ უყვარდა აჰლულ ბეიტ, ეზიზღებოდა. არდა შეიხ მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰაბის შვილების სახელები ძმებო ნახეთ რა იყო. ალი, ჰასან, ჰუსეინ, ფატიმა, აბდულლა, იბრაჰიმ. ყველა ერთის გარდა, ყველა მაგის სახელები რა არის? აჰლულ ბეიტის სახელები. და ჩვენ ვალლაჰი ალლაჰი ეხა ჩვენ გვიყურებს, ალლაჰი დაამოწმებს, რომ ჩვენ აჰლუ სუნნას გვიყვარს აჰლულ ბეიტი. თქვენი ძმებო მედინაში, როცა მე ვსწავლობდი, მან არის ერთი კარები და მავიწყე იმ კარების სახელი, ბევრი კარებია, პეღამბარი სალლალლაჰუ შუმავალი სალლალლაჰუ მეჩეთში, ბევრი კარებია. ერთ-ერთი კარები იქ არის ექსკავატორი, ადის მაღლა. მან არის ბიბლიოთეკა ძმებო. იმ ბიბლიოთეკაში თუ შეხვალთ, იქ არის წიგნი. წიგნს რა ქვია ძმებო? ფადაილუ აჰლულ ბეიტ. აჰლულ ბეიტის ღირსება, ფადლი, რამდენად ძვირფასია ჩვენ აჰლუ სუნნათის. მთლიანი წიგნი არის, სადაც წერია აჰლულ ბეიტის ღირსება. რამდენად ძვირფასი არიან ჩვენთვის, რამდენად ძვირფასი არიან ჩვენს აყიდაში და ასე შემდეგ. ეს არის პასუხი იმ ხალხზე, ვინც იძახის რომ აჰლულ ბეიტს, აჰლუ სუნნას არ უყვარს აჰლულ ბეიტ. ალლას თხოვ ძმებო, ეს ლექცია გახადოთ ჩვენთვის სასარგებლო. ალლას თხოვ ძმებო, რომ ეს მუჰარამის თვე გახადოთ ჩვენთვის სასარგებლო. ალლას თხოვ ძმებო, რომ ჩვენი წინა ცოდვები და მომავალი ცოდვების გვაპატიოს. ალლას თხოვ აზზავაჯალ ბარაკა მოგცეს როგორც ამ თვეში, ასევე შემდეგ თვეში.